ეს ვიდეო ეცვლება იმას, თუ რა შეიძლება იყოს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საიდუმლოებების უმრავლესი რაოდენობიდან რამდენიმე ჩემი მრავალწლიანი მიგნებით და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ უფრო და უფრო გავიუმჯობესოთ მენტალური ჯანმრთელობა. აქედან პირველი, რაც დღეს საკმაოდ აქტუალური საკითხია, თუმცა ფიქრობ, რომ საკმარისი განგაში არ არის ატეხილი ამასთან დაკავშირებით, არის ესეთი სოციალური ფენომენი, რომელსაც ეძახიან digital dementias, რაც ნიშნავს digital dementias. ცოტა ხნის წინ გადავაწყდი 60 Minutes Australia არის ესეთი გადაცემა, YouTube-ზე ვუყურე, მაგრამ ისე შეიძლება სატელევიზიო გადაცემაც იყოს. აქ გადავაწყდი სიუჟეტს იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს გაჯეტებს ადამიანის ტვინზე და რამდენად დაკარგულები ვართ ადამიანები ჩვენს ყოველდღიურობაში ამ გაჯეტებში და რამდენად დავკარგეთ დროის აღქმა, გვიჭირს სოციუმში ფუნქციონირება და ასე შემდეგ და აღმოაჩინეს, რომ რეალურად ფიზიკურ დონეზე ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხს აგებენ მახსოვრობაზე და გარკვეული თასკების შესრულებაზე, იყოს საგრძნობად შეკუმშული. ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია, რომ ეს გავლენა ნეგატიური არ იყოს. ტვინი ზოგადად ესეთი ფუნქციური ორგანოა, რომ იმ უბნებს და იმ რაღაცა სკილებს, რომლებსაც არ იყენებს დროთა განმავლობაში რაღაცნაირად დეგრადირებას უკეთებს და ნაკლებად რაღაცნაირად ესეთი მარტივად ხელჩასაჭიდი ხდება ამ მსგავსი ჩვენი რაღაც ესეთი ფუნქციები, რომლის გამოყენებაც რეალურად ძალიან საჭიროა ყოველდღიურობაში, თუმცა რაღაცნაირად შევეჩვიეთ მოკლე ჯილდოებს და რაღაცნაირად დამაკმაყოფილებლობის შეგრძნებას იმით, რომ პატარა რაღაცა ვიდეოებიდან ვიღებთ რაღაცა უშრეთ ინფორმაციას და მოუთმენლობაც დაგვემართა ამ ყველაფერთან ერთად, რომ ძალიან გვიჭირს უკვე, რომ აი რაღაცა ფილმი ჩავერთოთ და თავიდან ბოლომდე ვუყუროთ. შეიძლება ეს მარტო მე ვარ, მაგრამ ბევრი ადამიანის გამსმენია ეს, რომ ძალიან რთულია, რომ რაღაცას ესე გული დაუდო და რაღაცა თავიდან ბოლომდე უყურო, როცა ჩვენს ბავშვობაში რაღაცა ერთი საშინელი ფილმი გამოვიდოდა ხოლმე, შეიძლება საერთოდ არ ვარგავდა, მაგრამ დასაწყისიდან ბოლომდე ვუყურებდით, იმიტომ რომ სხვანაირი მოთმინების რაღაცნაირი ესეთი span გქონდა მაშინ შემუშავებული და ამის გარდა ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა არის ისიც და ეს აქამდეც მიხსენებია, რომ როდესაც რაღაცას ვსკროლავთ სოციალურ მედიაში და ამ ინფორმაციიდან პირველი არის რაღაცა ექსტრემალურად პოზიტიური, მაგალითად, არ ვიცი, ვიღაცის ქორწილი ან ძალიან საყვარელი ძაღლია, ან ვიღაც ბედნიერია უბრალოდ, არ ვიცი, ოსკარი მოიგო მაგალითად და ეს სასიამოვნოა ჩვენთვის და რაღაცა ინსპირაციას გვაძლევს. შემდეგ ვიდეოში ვხედავთ ვიღაცას როგორ კლავენ, ძაღლი რო გარდაიცვალა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ხდება ძალიან მოკლე დროის მანძილზე იმისთვის, რომ ჩვენმა ტვინმა შეძლოს ინფორმაციის შესაბამისად გადამუშავება და ემოციების შესაბამისი გაცვლა. შესაბამისად ეს აუცილებლად ავარჯიშებს მენტალურ არასტაბილურობას და აჩვევს ჩვენს გონებას, რომ აი ესეთი რაცა polar opposite ემოციები გქონდეს ერთდროულად ან ერთი წუთის დაშორებით ერთმანეთთან. სოციალური მედიის ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენს მხრებზე დევს, ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა. ანუ ჩვენი მხრებით სოციალურ მედიიდან მიღებული ინფორმაციით ვატარებთ მთელი მსოფლიოს დარდს, მთელი მსოფლიოს შიშს, მთელი მსოფლიოს წუხილს, რაც ჩვენი ტვინი არ არის ორგანო, რომელიც შეიქმნა ან ჩამოყალიბდა ისე, რომ ამ ყველაფრის ატანა, გაძლება, მასთან ერთად ფუნქციონირება ნორმალურ სამყაროში ეს იყოს მისთვის მარტივი, რომ ეს იყოს მისთვის რაღაცა ჩვეული. შესაბამისად, ჩვენი ტვინი როცა იტვირთება ამ ინფორმაციით, თუნდაც დრო აღარ რჩება, რომ როგორ ვთქვა, დაიტვირთოს ისეთი სასარგებლო რაღაცეებით, რაც მე მჭირდება ჩემი ცხოვრების განმავლობაში. და ამიტომაც ხდება, რომ საბოლოო ჯამში ვისაც არ უნდა ველაპარაკო, ყველა მეუბნება ყოველთვის, რომ აი ბოლო დროს ყველაფერი მავიწყდება. აღარ მახსოვს საყვარელი ადამიანების დაბადების დღეები, მე თვითონ ვერ ვიმახსოვრებ ჩემს თასკებს, მაქვს რიმაინდერები, მაღვიძარის garaში არ მეღვიძება, შევდივარ ოთახში და ვდგავარ და ვფიქრობ, რაზე შემოვედი საერთოდ ამ ოთახში და ეს არის ძალიან გავრცელებული პრობლემა. და
აუცილებლად ამ გაჯეტებს და ამ ყველაფერს აქვს გავლენა ჩვენი ტვინის შესაბამის უბნებზე, რომლებიც აგებს პასუხს მახსოვრობაზე და ეს თუნდაც ვნახე ამ 60 Minutes Australia-ს გადაცემაში, სადაც ისედაც ესე ვფიქრობდი, თუმცა თვალსაჩინო იყო უკვე რაღაცნაირად სამედიცინო კვლევის დონეზე. მე თვითონ ექიმი არ ვარ და MRI არავისთვის არ გადამიღია, თუმცა ძალიან ლოგიკური არის ეს ყველაფერი, რომ ჩვენი ტვინი ეჩვევა უფუნქციობას და ამას გარდა რაღაცნაირად განცდა გვაქვს ყველას, რომ საკმარისი დრო არ გვაქვს. ამაზე გიფიქრიათ, ოდესმე რომ ყველა იძახის ბოლო დროს, რომ დრო აჩქარებულია. დრო კი არ არის აჩქარებული ტელეფონის ეკრანზე 1 საათი 3 წუთში გადის და რეალურ სამყაროში დრო ისევ ჩვეულებრივად გადის, არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ ჩვენი აღქმა შეიცვალა დროის მიმართ. საბოლოო ჯამში, რაც ყველაზე დიდი წნეხი მგონია, რაც დაგვადგა კაცობრიობას თავზე ამ დიჯიტალ სამყაროსგან არის სოციუმის დაკარგვა. ადამიანები ვართ სოციალური არსებები, საზრდოობთ სოციუმით და გვიყვარს გაზიარება, გვიყვარს, როდესაც გვისმენენ, გვჭირდება სხვა ადამიანები. ჩვენ რომ არ ვიყოთ სოციალური არსებები, ან ეს რაღაცნაირი მოთხოვნილება რომ არ გვქონდეს და ჩვენ არ გვჭირდებოდეს სხვისი თანადგომა, ან ჩვენ რომ სხვას დავუდგეთ გვერდით, მაშინ ვიქნებოდით ანტისოციალური პიროვნებები, რომლებიც ვიცით რაც არის, ხო, ეს არის ფსიქოპათია, ნარცისიზმი და ასე შემდეგ. თუმცა ამ სოციალურ მედიაში დაკარგვით, ხო, საკუთარი თავის ამ ყველაფერში დაკარგვით, ვაყალიბებთ რაღაცნაირ ახალ სორტს, რომელიც არის სრული უფუნქციობა სოციუმში. ანუ რაღაცნაირად დისასოცირებულები ვხდებით სოციუმისგან და სადმე რომ მივდივართ და 2 წუთი რომ არავინ არ საუბრობს, აი რაღაც სოციუმში ვართ, მეგობრებთან ერთად ვართ და აი 2 წუთი სალაპარაკო თემა ვერ ვნახეთ, ავტომატური რეაქციაა რომ ხელი ტელეფონისკენ წავიდეს და დაიკმაყოფილოს ეს მოუთმენლობა და ესეც კიდე შემდეგი საკითხია, რომ აი ეს რაღაცნაირი მოუსვენრობა, რომელსაც განვიცდით ყველანი, ხო? აი ეს დაუკმაყოფილებლობა მუდმივი აქედან არის გამოწვეული, რომ ტვინი შევაჩვიეთ რაღაცა წლების ამ დიჯიტალ მედიის წლების განმავლობაში, შევაჩვიეთ მოკლე ჯილდოებს, მოკლე დროში, სადაც შენ არანაირი ეფორტის ჩადება არ გჭირდება და არანაირად არ გჭირდება რომ დაიტვირთო თავი, თუმცა რეალურად შენ რომ თავს არ იტვირთავ და შენ ტვინს არ ამუშავებ, თუნდაც სოციუმში და შენი ავტომატური რეაქცია არის შენი ტელეფონი და ისევ ამ სამყაროსგან მოწყვეტა, წყვეტ რომ შეამჩნიო ცხოვრება. კარგავ საკუთარ თავს. თუ ალბათ ერთი კვირის განმავლობაში ტელეფონს გადადებ და უარს იტყვი რომ რაღაცა ესე უგონოდ გასკროლო, მიხვდები რომ გაგახსენდება ვინ ხარ. იმის გარდა რომ შენი ტვინი ისევ შეიძენს იმ ფუნქციებს, რომ თავისით დაიმახსოვროს, თავისით გააკეთოს, თავისით მოიფიქროს და არა ChatGPT-ს კითხოს, რომ სხვას გაესაუბროს და არა ChatGPT-ს. ამ ყველაფერს შენი ტვინი რომ გაიხსენებს, დაიწყებს შემჩნევას სამყაროს, იმიტომ რომ ჩვენ ვარსებობს და ამ მომენტში ვიმყოფებით ხედვით, სმენით და ჩვენი შეგრძნებებით, ხო? ეს ყველაფერი როცა დაუბრუნდება რეალურ სამყაროს, უბრუნდები შენს და გახსენდება ვინ ხარ და იპოვებ რაღაცნაირად საკუთარი თავის ნდობას. და ამ ყველაფერში, ხო, სადაც ჩვენ ახლა დაკარგული ვართ როგორც სოციუმი, განვიცდით ყველა რაღაცა ნაკლებობას მიზნის, აი მისწრაფების, ცხოვრების არსის ნაკლებობას განვიცდით, იმიტომ რომ რეალურად არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალურ დროში შევქმნათ ჩვენი ცხოვრება, ჩამოვაყალიბოთ ღირებული კომუნიკაცია და ეს რაღაცნაირი კონექშენი სხვა ადამიანებთან და შესაბამისად ვართ ცარიელი. ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე, რომ უმეტეს ადამიანს გონია, რომ არასოდეს არ ქონია ჰალუცინაცია ცხოვრებაში. ან არ ახსოვს, რომ ჰქონდა ჰალუცინაცია. და ვფიქრობთ საერთოდ, რომ ჰალუცინაცია არის მხოლოდ კლინიკური მდგომარეობა, რომ რაღაცა უსაზღვროდ გაბუქებულ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხდება მხოლოდ ჰალუცინაციები და მე მაქვს თქვენთან შეკითხვა. აი ამ ყველაფრის ფონზე, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, არასოდეს არ გქონიათ ის ჰალუცინაცია, რომ ტელეფონზე მესიჯი მიიღეთ. ან ვინმე რეკავს, ან ტელეფონს ვიბრაცია აქვს და დახედეთ და არაფერი არ არის. ესეც ჰალუცინაცია და
ეს ყველაფერი საიდან მოდის, ხო? ეს ყველაფერი მოდის იქედან, რომ ჩვენ რეალურ სამყაროს ვწყდებით. სადაც რეალურ სამყაროს წqdები, იქ შეიძლება მოხდეს ყველაფერი, მათ შორის მინიმალური ჰალუცინაციებიც, რომელიც ვფიქრობ, რომ უმეტეს ადამიანს ჰქონია, ვისაც მე ვიცნობ პირადად. მე რას ვფიქრობ, რომ დაგვჭირდება იმისგან, რომ გამოვიდეთ სოციალური მედიის და ზოგადად დიჯიტალ სამყაროს და გაჯეტების ადიქციიდან და ეს არის ადიქცია. პირველ რიგში დაგვჭირდება საკუთარი თავის სიყვარული, რომელსაც არ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებთ საკუთარი თავის სიყვარულისთვის. მეორე რაც დაგვჭირდება არის საკუთარი თავის ნდობა, იმიტომ რომ ესეთ პროცესებში ძალიან ხშირად იკარგება საკუთარი თავის ნდობა, იმიტომ რომ პროცესები ავტომატურდება. აი მაგალითად, ბევრჯერ მდომებია აქამდე, რომ სულ ტელეფონში ავყოფილიყავი და რაღაცნაირად მომეშორებინა ეს ადიქცია და ამისთვის ლიმიტებს უწესებდი ხოლმე ჩემ თავს YouTube-ზე, Instagram-ზე, ტელეფონს აქვს ეგეთი საშუალება, ჩვეულებრივ შეგეძლია 1 საათიანი ლიმიტი დააწესო აპლიკაციაზე. თუმცა ეს 1 საათიანი ლიმიტი რომ გავა და რომ გეუბნება შენი მოწყობილობა რომ გავიდა ლიმიტი, შეგეძლია დასკიპო ეს და მაინც გააგრძელო ყურება. და დროთა განმავლობაში დავინახე, რომ არ გამომდიოდა ამ ადიქციის მოშორება და მაინც ესე იგი ამ skip-ს ვაჭერდი და მაინც სულ სკროლავდი, ვუყურებდი და ვატარებდი დღეში 8 საათს საკუთარ ტელეფონში და შემდეგ უკვე მართლა სიღრმისეულად რომ გადავწყვიტე, რომ მორჩა ეს ჩემ ცხოვრებაში და ჩემთვის არის პრიორიტეტია აქ ყოფნა, რეალურ სამყაროში ფუნქციონირება და კი ბატონო, ვინმე თუ დამირეკავს მომწერს, რამეს გამომიგზავნის ვნახავ, თუმცა აღარასოდეს აღარ იქნება ჩემი პირველი არჩევანი, რომ მოწყენილ ტელეფონი ავიღო, ან თუნდაც მეგობრებთან ერთად სადმე ვარ და იქ ტელეფონი ავიღო. პირიქით, ძალიან შორს ვტოვებ ტელეფონს, აღარ ვიძინებ ტელეფონთან ერთად და ბევრად უკეთესად მძინავს, მით უმეტეს ძილის წინ მიღებული მძიმე ინფორმაცია იქნება ეს თუ ხანდახან სასიამოვნოც, ძალიან რთულია შენი ტვინისთვის, რომ გადაამუშაოს ეს ყველაფერი ამ პერიოდში. შესაბამისად, დამჭირდა რომ საკუთარი თავის ნდობა დამებრუნებინა, რომ მე შემიძლია და რომ კიდევ არ იქნება ჩემთვის რაღაცა ეს მომდევნო, ესე იგი ჩაშლილი რაღაცნაირი მცდელობა. და თლიანად ანუ ეს ისევ acceptance and commitment therapy შევცვალე ჩემი მიდგომა და როგორც ვხედავდი ამ საკითხზე საკუთარ თავში და ვთქვი რომ ოკეი, აქამდე არ გამომივიდა, არაფერს არ ნიშნავს ეს ჩემთვის. მე ვიცი რომ ეს არის ჩემი პრიორიტეტი, მე ვენდობი საკუთარ თავს, თუმცა ამას ვამტკიცებდი ქცევით და ამ ქცევაში იგულისხმება ის, რომ რამდენჯერაც მექნებოდა ეს რაღაცნაირი მოთხოვნილება და ეს გადაუდებლობის შეგრძნება, რომ ტელეფონი ამეღო, იმდენჯერ რაღაც მომენტს ვიჭერდი, ვამჩნევდი ჩემ თავში ამ შეგრძნებას, რაღაცნაირად ვითავისებდი, რომ ეს არსებობს ჩემში, ეს რაღაცა მოთხოვნილება და ეს ადიქცია და მე ვტრიალდებოდი და ჩემი ღირებულებების მიხედვით ვაკეთებდი არჩევანს. ანუ ვესაუბრებოდი ჩემ საყვარელ ადამიანს, ხო რა არის ჩემი ღირებულება, ჩემი საყვარელი ადამიანები, ჩემი საქმე, ან რაღაცა სხვა რაც მაინტერესებს, ხო? ვირჩევდი ისეთ რაღაცებს, რაც კვებავს ამ ყველაფერს, რაც მე მიყვარს. და დროთა განმავლობაში ჩემმა ტვინმა დაიმახსოვრა, რომ აღარ მეშინია მე ამ ადიქციის, დაიმახსოვრა იმის, რომ მე ვირჩევ ამ მიმდინარე მომენტში ყოფნას და ვიცით, რომ მიმდინარე მომენტში ყოფნის ხელოვნება არის ყველაფერი მენტალურ ჯანმრთელობაში. ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი არის ამ ყველაფრის. შესაბამისად, დროთა განმავლობაში დავიწყე იმის შემჩნევა, თუ სად ვიყავი დისფუნქციური აქამდე. სად მჭირდებოდა გაჯეტი, სოციალური მედია და ესე იგი distraction-ი და რაღაცნაირად საკუთარი ტვინიდან გაქცევა ტელეფონში, რა სიტუაციებში ვაკეთებდი ამას. აი ეს ყველაფერი შევამჩნიე და ავირჩიე, რომ ამის ნაცვლად ჯანსაღიქცევით ჩამენაცვლებინა. და საბოლოო ჯამში, რასაც სწავლობ, არის ის, რომ მიიღო მოწყენილობა. ძალიან გვიჭირს ადამიანებს მოწყენილობა, იმიტომ რომ ეს ყველა რაღაცნაირი დამხმარე საშუალება ტელეფონების, ლეპტოპების და ტაბლეტების და Netflix-ის და ტელევიზორის სახით რაც გვაქვს ყველას, ხო? ეს ყველაფერი ხელს გვიშლის იმაში, რომ ვიყოთ მოწყენილი და ამას რო წლების განმავლობაში ვაკეთებთ, გადავეჩვიეთ იმას, თუ როგორ ვიყოთ მოწყენილები. იმიტომ რომ იყო ადრე დრო, როცა არაფერს არ ვაკეთებდით და როგორც ადრე იძახდნენ ჭერში იყურება, ესე სახლში ვიჯექით და მართლა ჭერში ვიყურებოდით, მაგრამ ბედნიერები ვიყავით. არაფერი არ გვიჭირდა. იმიტომ რომ ძალიან გვიჭირს ვიყოთ მოწყენილები.
არის ესეთი ფენომენიც არსებობს, რომ პრინციპში ეს აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა მგონია რომ გამძაფრებულია, რომელსაც ქვია relaxation induced panic. და ეს იმას ნიშნავს, რომ სიმშვიდის დროს იწყება პანიკა. ანუ მაშინ როცა ყველაზე მშვიდად ხარ და ეს ხდება იმიტომ რომ შენი ტვინი ზუსტად აი ამ რაღაცა მოწყენილობის და სიმშვიდის მომენტში გამოგიჭერს და ცდილობს მოგაწოდოს ისეთი რაღაცა ამაკესით ასეთ შენ წამოეგები იმიტომ რომ შენი შიში არის რომ აი შენი რაღაცა კარგი მდგომარეობა რომ შვიდად ხარ რაღაცა მიმდინარე მომენტში შეიძლება შეიცვალოს და აი ამ ფიქრს როგორც კი აყვები რომ აი შეიძლება შეიცვალოს ეს შენი სიმშვიდის მდგომარეობა ამას მოყვება პანიკა და იმ სოციუმში, სადაც გვიჭირს, რომ მოწყენილები ვიყოთ და არ გავირთოთ თავი რაღაცნაირი დიჯიტალ საშუალებებით და თუნდაც საჭმელი გავაკეთოთ, ან სახლი დავალაგოთ, ან გარეთ გავისეირნოთ, ან დედას დავურეკოთ, ან მეგობარს გავესაუბროთ, ვირჩევთ ამ რაღაცა არაჯანსაღ გზებს ჩვენი საკუთარი გონებისთვის. ჩემი პირველი საიდუმლო მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მრავალთაგან საიდუმლოდან არის ამ მომენტში ყოფნა და სწავლა როგორ შემეძლოს რომ ვიყოს საკუთარ თავთან ერთად. და ვუყურებდი რამდენიმე დღის წინ Netflix-ზე რაღაცა ესეთ მოკლე დოკუმენტურ რაღაცა ფილმს და ახლა უკვე ვცდილობ რომ დღეში 80 ფილმის მაგივრად ერთს ვუყურო ან ორს და რაღაცნაირად და გულისყურით შევარჩიო ეს ფილმი, თუმცა არც ისე რომ 20 ფილმის დასაწყისს ვუყურო და არც ერთ საბოლოო ჯამში არც ერთი არ ავირჩიო და ეს იყო ერთ-ერთი ესეთი რაღაცნაირი ძალიან სასიამოვნო საყურებელი დოკუმენტური სერიალი, სადაც მთელი არსი იყო იმის კვლევა თუ რატომ და სად ცოცხლობენ ყველაზე დიდხანს ადამიანები. ანუ რომელ კონტინენტებზე, რომელ ადგილებში, რომელ ქვეყნებში. და ეს ამერიკელი კაცი გაემგზავრა ოკინავაზე, რომელიც არის კუნძული იაპონიაში. და მან იცოდა რომ აქ ცხოვრობენ ესე იგი ყველაზე ხნიერი ადამიანები, ანუ 100 წელს გადაცილებული ადამიანები და ეს მათთვის ნორმა არის რა. და ეს ადამიანი ამბობდა ესე იგი ეპიზოდის დასაწყისში, რაც ძალიან დამამახსოვრდა და ვფიქრობ რომ ეს მენტალურად ძალიან მოქნილი რაღაც თქვა რა. და ეს იყო რომ ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო არ არის სიკვდილისგან გაქცევა, ეს არის ის რომ ისწავლო როგორ იცხოვრო. და იაპონიაში აქვთ ესეთი გამონათქვამი, რომელსაც ქვია იკიგაი. უბრალოდ რომელსაც ქვია კი არა, ეს გამონათქვამია იკიგაი და ესეთი პირდაპირ თარგმანი არ ვიცი ქართულად როგორ უნდა იყოს, თუმცა იდეა არის sense of purpose. ანუ რაღაცნაირი მოთხოვნილება ადამიანის, რომ სოციუმისთვის იყოს სარგებლიანი, აი რაღაცნაირი კრედო ადამიანის მოწოდება, რომ იფუნქციონიროს საზოგადოებაში, რომ გააკეთოს ის, რაც მის სულს ასაზრდოებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია და რაც მოუტანს საბოლოო ჯამში მის სულს გარკვეულ საზრდოს და ამ ხნიერ ადამიანებს რომ ეკითხებოდნენ, რომ აი თქვენი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო რა არის? კი ბატონო, ეს ნამდვილად იყო კულინარია, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რაც ზოგადად განიხილებოდა ამ დოკუმენტური სერიალის განმავლობაში, მაგრამ თვითონ ამ ადამიანების პასუხი იყო არასოდეს იყო გაბრაზებული. ყოველთვის შეეცადა რომ გაიცინო ცხოვრებაზე და გაიცინო საკუთარ თავზე. და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ სოციუმით ვსაზრდოობთო, ერთმანეთთან კომუნიკაციითო, ერთმანეთს სულ ვეხმარებითო, ყოველდღე ერთად ვართო, ყველაფერს ვუყვებითო ერთმანეთსო და ვცდილობთო, რომ ეს მთელი დღეები ერთმანეთით ვიყოთ დაკავებულებიო. და ჩვენო ეს რომ არ გვქონდესო, დარწმუნებულები ვართო, რომ ჩვენ ამდენ ხანს ვერ ვიცოცხლებდითო. და უბრალოდ ამთხოვა იყო, თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი, არ ვიცი, ძალიან გასაგებად შეიკრა ჩემს გონებაში, რომ არის ფიზიკური ჯანმრთელობა, არის ახლა ნუტრიციული ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურს უკავშირდება, რომ რას იღებ, რითი იკვებები და არის მენტალური ჯანმრთელობა. და ადამიანი როგორც სოციალური არსება, როგორ ფუნქციონირებს საზოგადოებაში და საერთოდ დღევანდელ გარემოში აქვს თუ არა საშუალება რომ ფუნქციონიროს
აი ესე რაღაც სრულფასოვნად გარემოში და მიიღოს ის სულიერი საზრდო, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. იმიტომ რომ როგორც სტივენ ჰეისმა თქვა, სიყვარული ყველაფერი არ არის. სიყვარული არის ერთადერთი რაღაც. ერთადერთი რაღაც, რაც ყველას გვინდა, რისთვისაც მე ვფიქრობ, რომ ყველა გავჩნდით და რაც ყველას მისია არის, რაც ყველას იკიგაი არის რაღაც მხრივ. და აქ არის გულისხმება სიყვარული კონკრეტულ ჭრილში, ეს იქნება რომანტიული სიყვარული, მშობლის, შვილის, ცხოველის, ზოგადად სიყვარული. და ამ სიყვარულთან ერთად პატივისცემა საკუთარი ღირებულებების, სხვების ღირებულებების, მართლა სიყვარული ატრიალებს ყველაფერს. მთელს დედამიწას, მთელს სამყაროს სიყვარული ატრიალებს და მინდა რომ ცოტა ხნით დავდოთ ეს ელექტრონული გაჯეტები და გაგვახსენდეს ვინ ვართ, რომ გაგვახსენდეს ჩვენი დანიშნულება, რომელიც არის სიყვარული.